ერთ დროს Volkswagen-ს ჰქონდა ამბიციური მცდელობა შეექმნა ნამდვილი სუპერკარი, რომელსაც Volkswagen W12 ნარდო ერქვა. ეს იყო პროექტი, რომლითაც Volkswagen-ის მაშინდელმა ლეგენდარულმა ხელმძღვანელმა ფერდინანდ პიეხმა სამყაროს დაუმტკიცა, რომ ხალხის მანქანის ბრენდს შეეძლო შეექმნა ისეთი ჰიპერთექნოლოგიური ავტომობილი, რომელიც Ferrari-სა და Lamborghini-საც კი გაუწევდა კონკურენციას. ამ მანქანის მთავარი დანიშნულება ახალი რევოლუციური W ფორმის ძრავის კონცეფციის ტესტირება და დემონსტრირება იყო. საინჟინრო ლოგიკა მარტივი, მაგრამ გენიალური გამოდგა. ორი VR6 ძრავის ერთ ბლოკში საერთო მუხლა ლილვზე გაერთიანება. ამით მიიღეს V12-ის სიმძლავრე, მაგრამ გაცილებით კომპაქტურ და მსუბუქ ზომებში. 2001 წლის ვერსიაში ეს იყო 5.6 ლიტრიანი ატმოსფერული W12, რომელიც 600 ცხენის ძალასა და 620 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებდა. სიმძლავრე უკანათვლებზე გადადიოდა 6 სიჩქარიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფით. ვიზუალზე თავად იტალიურმა ლეგენდამ ჯორჯეტო ჯუჯარო მიზრუნა. მანქანა იყო უკიდურესად დაბალი, აეროდინამიკური, შუაძრავიანი განლაგების, სუფთა სარბოლო ხაზებითა და თოლიის ფრთისებრი კარებით. შასი და კორპუსი მთლიანად ნახშირბადის ბოჭკოსგან იყო დამზადებული, რის გამოც მანქანა სულ რაღაც 1200 კილოგრამს იწონიდა. 2002 წელს იტალიის სამხრეთით მდებარე ნარდოს მაღალსიჩქარიან წრიულ ტრასაზე ამ ავტომობილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან 24 საათის განმავლობაში უწყვეტად იარა და 7 მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მანქანამ 24 საათში დაფარა 7700-ზე მეტი კილომეტრი, საშუალო 322 კმ/სთ სიჩქარით. ეს იყო წარმოუდგენელი საიმედოობის დემონსტრაცია ასეთ ექსტრემალურ დატვირთვაზე. მაქსიმალური სიჩქარე კი 357 კმ/h აღწევდა საათში. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა სრულიად მზად იყო კონვეიერისთვის, Volkswagen-მა პროექტი შეაჩერა. მიზეზი სტრატეგიული იყო. Volkswagen-ის ჯგუფმა სწორედ იმ პერიოდში შეიძინა Bugatti და Lamborghini. პიეხმა გადაწყვიტა, რომ სუპერკარების ბაზარი ამ ბრენდებს დაეთმოთ, ხოლო W12 პროექტის დროს დაგროვილი საინჟინრო გამოცდილება პირდაპირ გადაიტანეს ორ უმნიშვნელოვანეს მანქანაში, Bugatti Veyronში და Bentley Continentalში. Volkswagen W12 დარჩა ავტოისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ მუშა კონცეპტად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ჰიპერკარების ეპოქას.